6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქციებისა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სასამართლოს ხდომა დღევანდელ პროცესზე 4 მოწმე დაიკითხა, რომელიც გახლავთ პროკურატურის მიერ წარდგენილები. Პირველი გახლდათ პოლიციელი სანდრო ლოლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ მას მოხვდა კეფაში ეგრეთ წოდებული პულივიზატორის ბოთლი და სწორედ ამიტომ მან დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მან სხვა პოლიციელების და სხვა მოწმეების მსგავსად ვერ დაასახელა კონკრეტული პიროვნება, ვინც მას ეს ზიანი მიაყენა. შესაბამისად, მან თქვა, რომ არც ერთთან არ ჰქონდა კონკრეტული სახის რაიმე გაუგებრობა. ასევე გეტყვით იმას, რომ დღევანდელ პროცესზე დაიკითხა თამარ ჭანტურაია, რომელიც გახლავთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მან ისაუბრა საპროტესტო აქციებზე მიყენებული ზარალის შესახებ. თანხმობრივად მან თქვა, რომ დაახლოებით 62,000-ზე ლარზე მეტი არის ეს ზარალი და თქვა, რომ დაზიანდა საგანგებო სიტუაციების სამსახურის 12 მანქანა და ასევე მათი აღჭურვილობაც. გეტყვით ასევე იმასაც, რომ მან თქვა, რომ არც ერთ ბრალდებულთან მას კონკრეტულად არ ჰქონდა რაიმე სახის პრობლემა, რადგან კონკრეტული დამნაშავე ამ საქმეზე არ არის ცნობილი და მან თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ვინმე იქნება ცნობილი, მაშინ სამოქალაქო დავასაც დაიწყებენ. შემდეგი მოწმე გახლდათ უკვე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ მას პიროტექნიკის მეშვეობით მიადგა ზიანი ფეხზე და მან განაცხადა ასევე ისიც, რომ კონკრეტულ პიროვნებას ის ხელს ვერ დაადებდა, რადგან არ იცოდა თუ ვის მიერ იყო ეს განხორციელებული, თუმცა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ბრალი დაუმტკიცდებოდა, ამ შემთხვევაში მას ექნებოდა კონკრეტული სახის ასე ვთქვათ საკითხები და ასევე მეოთხე მოწმეს რაც შეეხება, ის გახლდათ გამომძიებელი ირაკლი გველესიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მას ჰქონდა დავალება, რომ ვიდეო დაეთვალიერებინა, რომელშიც იქნებოდნენ ბრალდებულები ინსაფ ალიევი და თორნიკე გოშაძე და მან თქვა, რომ ამ ვიდეოში მან აღმოაჩინა ეს ორი პიროვნება, ასევე კითხვები ჰქონდათ მასთან, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლებს, საკმაოდ ბევრი ისაუბრეს მათ კონკრეტულ ფაქტებზე, თუმცა საბოლოოდ თავად დაცვის მხარემ მაშინ, როდესაც ისინი უკვე გამოვიდნენ სხდომათა დარბაზიდან და მედიასთან კომენტარი გააკეთეს, მათ თქვეს, რომ ეს მტკიცებულებები არ არის სარწმუნო, რომ უფრო მეტი კონკრეტიკა საჭირო და უფრო მეტი დამადასტურებელი იმისა, რომ ნამდვილად იყვნენ აი ეს პიროვნებები აღბეჭდილი და ნამდვილად ასრულებდნენ ისინი რაიმე ძალადობრივ ქმედებას აი ამ ვიდეოებში და მათ განაცხადეს, რომ დღემდე არც ერთ მოწმეს არ დაუდასტურებია ის, რომ რომელიმე ბრალდებულს მიღებული ჰქონდა მონაწილეობა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში, რამაც ისინი დააზიანა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დავკითხეთ დაზარალებული ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც განაცხადა, რომ მას კეფაში უკრინდან მოხვდა პულივიზატორი, რომელიც იყო რაღაც კონკრეტული ლითონის მსუბუქი ლითონის კონსტრუქციით. მან აღნიშნა, რომ ის იყო ცარილა და არ იყო რამე მძიმე საგანი სხვა, მაგრამ კონკრეტულად ვისგან მოხვდა ვერ დაასახელა, რა თქმა უნდა, და როგორც ყველა პროცესზე ვერც ერთი დაზარალებული პოლიციელი კონკრეტულად ვერ ასახელებს თუ რომელი ბრალდებულისგან იყო თუ არა აღნიშნული ქმედება გამოწვეული. სასამართლო პროცესზე ასევე დაკითხული იქნა ირაკლი გველესიანი, გამომძიებელი, რომელმაც მოახდინა ვიდეოს დათვალიერება და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოახდინა აღნიშნული დათვალიერება. საინტერესო არის ის, რომ გამომძიებელმა, რომელიც თავის ინტერპრეტაციით გადაწყვიტა, კონკრეტული მონაკვეთი ამოეჭრა მხოლოდ და მხოლოდ და მაგალითად ის ვიდეო მასალა, რომელიც იყო ფაქტობრივად 6 საათიანი, მან თავისი შეხედულებით სუბიექტურად იმოქმედა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიებისთვის მაგალითად იყო კონკრეტული ეს მონაკვეთი აუცილებელი და საჭირო. თავად გამომძიებელი გადაწყდა იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 6 საათიანი ვიდეოში რა იყო მინიშნულოვანი საქმისთვის და რა არ იყო მინიშნულოვანი მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო დანაწესი ავალდებულებს, რომ ზედმიწევნით უნდა იყოს აღნიშნული გარემოებები, რასაც უკავშირდება მიმდინარე სისხლისამართლის საქმეს, უნდა იყოს დაფიქსირებული დათვალიერების ოქმში. თუმცა ჩვენ დავინახეთ მხოლოდ გამოგიტყვი, ასე ვთქვათ, დათვალიერების ოქმში ის გარემოებები, რომ რამდენიმე წინადადებით იყო დაფიქსირებული, რომ
ვიდეოში ასე ვთქვათ ბრალდების მხარესთვის საინტერესო ბირები მონაწილეობდნენ და კიდე იმაზე მითითებო რომ სხვა სახის მნიშვნელოვანი გარემოება ვერ იქნა დადგენილი, რაც ბუნებრივია აღნიშნული დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს საპროცესო დანაძესით სტანდარტებს და არც აკმაყოფილებს ასე ვთქვათ დათვალიერების შესახებ დათვალიერების ჩადერების ზოგად წესებს. არც დღეს და არც წარსულში არც ერთ პროცესზე ზვია ცეცხლაძის მიმართ მამხილებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ აქვს წარმოდგენილი, არ წარმოდგენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზვია ცეცხლაძის მიერ თითქოს და ორგანიზებული ჯგუფის დაორგანიზებას. შესაბამისად არც დღევანდელი სხდომა ყოფილა გამონაკლისი, დღევანდელ სხდომაზეც არ გამოკვლეულა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას. პროკურატურა 8 ბრალდებულიდან ნაწილს ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ნაწილს მასში მონაწილეობას. გეტყვით იმას, რომ ეს პროცესები კვლავ გრძელდება და მაგალითად აგვისტოში უკვე 7 პროცესი არის 8 ბრალდებულის შესახებ ჩანიშნული. მედია კი კვლავ ვერ იღებს სხდომებს. გეტყვით იმას, რომ 30 ივნისიდან მედია ვეღარ შედის სხდომებზე და იქიდან უკვე ვეღარ გაწვდით იქ გაკეთებულ კომენტარებს, ვინაიდან და რადგანაც ქართულმა ოცნებამ მიიღო საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც მედიას ნებართვა სჭირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან იმისათვის, რომ სხდომები შიდა დარბაზიდან გადაიღოს და შესაბამისად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას მედიას არ აწვდის და მედიას უწევს, რომ სწორედ სასამართლოს გარეთ, სასამართლოს მიმდებარედ ტერიტორიაზე ჩაწეროს რესპონდენტები და გეტყვით იმას, რომ პროკურატურას კომენტარი დღევანდელ პროცესთან დაკავშირებით არ გაუკეთებია და დღეს მხოლოდ და მხოლოდ დაცვის მხარის ჩაწერა შევწელით.